ო, რა შვები ელიოზი თავი გავია. რას უყურებ მან გეხვეწები? რას უყურებ და ციყვი მინდა დავინახო. საინტერესო. ციყვს რა უნდა ბიჭო? ან ციყვი რა დგინდა? ბიჭო, ციყვსაც უნდა და ციყვი რა თმინდა და ციყვებს აქვთ გირჩები. არა. გირჩი რა? ზეა ციყვი მეგონა დამსახურე. რა გინდა რა ციყვი? ხო და ციყვებს აქვთ გირჩი და გირჩის ნახვა მინდა. გირჩის ნახვა გინდა. წამოდი მე შეგიძლია. მოიცა. წამოდი გირჩი მე ვისადაც არის. წამო. მიშო. ისმენ ჩემო ბატონო. პირველ რიგში წარმოადგინოთ ჩვენი სტუმარი პოლიტიკური გაერთიანება პოლიტიკური პარტია გირჩის ერთ-ერთი ლიდერი ბატონი ვახტანგ მეგრელიშვილი გამარჯობა. ერთმანეთით წარმოადგინოთ. ლადო გოგოლაძე და მიშო სახაძე. და ისევ მამების დროა. ეთერში სწორად მომთხოვ მე. რავი, ხო, ეთერი აბა ეკრანებზე. სადღაც ისე ეკრანებზე. და საუბრობთ ჩვენს შვილებზე, ჩვენს ოჯახებზე, სიყვარულზე ბატონო ვახტანგმა გითხრა რასაკეთებთო და სულ ყოველთვის პასუხობ რომ სიყვარულზე ვსაუბრობთ უბრალოდ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი აგრესია, ძალიან ბევრს ჩხუბობენ. ჩვენ გვინდოდა რაღაცნაირად განსხვავებული ყოფილიყო შვილების აღზრდაზე, ბავშვობაზე, ასეთ თემებზე ვისაუბროთ და შეგაწუხეთ ზუსტად ამიტომ. და რაც თავარია მამაშვილობაზე და მამის როლზე. ბატონო, დიდი მადლობა ინტერესისთვის, გისმენთ ყურადღებით. პირველი კითხვა ცოტა უცნაური და ძალიან ბავშვური და ცოტა ბავშვობიდან მითქვა. საბავშვო ბაღში ფაფას ჭამდით? არ მახსოვს ეგ რაღაც დეტალები არ მახსოვს. სულად მახსოვს ეგ პერიოდი. უფრო მახსოვს რასაც ყვებოდნენ ჩემს ბაღში სიარულზე, რომ რაღაც უცნაური ისტორიები, რომელიც ჩემს მშობლებს ან ბიძას ან ვიღაცას აქვს მოყოლილი, მაგრამ ჩემს მეხსიერებაში ეგ პერიოდი აღარ არის. და აი რა იყო, რას გიყვებოდნენ? მიყვებოდნენ რომ მაგალითად ვიგონებდი ყურის ტკივილს, რომ იქ ბაღში არ წავსულიყავი და ნაყინის სასმელად მივყავდი. ანუ ვიტყუებოდი, მოკლედ დიდად არ მიყვარდა. მახსოვს რომ ხინკალი მოგვიტანესო და დანაჩანგლით ვიყავი მიჩეული სახში ჭამას და რაღაც ხელები უკან დავილაგე და პირით ჭამდი და რაღაც ესეთას ვიყავდნენ ხოლმე. ის ბაღში ხინკალი? კი, ბაღში ხინკალი კი. რა გიკვირდა? შეიძლება ხაჭოსი იყო ან კარტოფილის, ახლა ვერც გეტყვით რომ რა ხინკალს ვაჭმევდნენ, მაგრამ ხინკალი მოგვიტანეს კი. რა კარგი ბაღში დადიო. სურამის ბაღში არ იყო. არა, სურამის ბაღში ხინკალი არ იყო. მე სამწუხაროდ არ მივლია, მაგრამ ბატონო ვახტანგ 4 წელი ვიყავი საბავშვო ბაღის აღმზრდელი. და მახსოვს იქაც ზუსტად ეგეთი ზოგი რას მოიგონებდა ხოლმე, ზოგი რას მოიგონებდა, რომ არ მოსულიყვნენ ოღონდ. და გემოები ახსოვთ ხოლმე როგორც ეს, მაგრამ ეგ თუ არ გახსოვთ, ჩვენი ამბავი მაინც გაიხსენა ბაღიდან. ჩემ შვილს კატლეტი გავუკეთე რამდენიმე დღის წინ და თავისი გადაწყვეტილებით შემაქო, ბაღის კატლეტის გემო აქვს. ისა ეხლა მოწონს. თქვენი შვილები ბაღში დადიოდნენ? ერთმა რადიკალურად უარი განაცხადა სიარულზე, მეორე ცადეთ რამოდენიმეჯერ და ვერ არ გაჩერდა და ერთი დადიოდა რაღაც მორჩილად იარა რაღაც პერიოდი ბაღში. და სკოლის ამბავი ყველაზე მეტად მაინტერესებს, ეკი მე მქონდა თუ დავიცადოთ და მე დავსვათ. მიუყვეთ, ჩვენ ნება არ არის. მოდით რადგან ბაღით დავიწყეთ, მაშინ სკოლით გავაგზავნოთ ლოგიკურად. ბავშვები სკოლიდან გამოიყვანეთ. მაინტერესებს ამ თემაზე რომ ვისაუბროთ თუ შეიძლება. ბევრჯერ მაქვს მაგის შესახებ ზოგადად მოყოლილი და ანუ ძირითადი ამბავი იყო რომ რაღაც მომენტში ანუ იმაზე რასაც მართლა ვფიქრობდი, ეს უბრალოდ საკუთარ თავთან რო ესე დადგება, რომ შენ თუ მართლა ამას ფიქრობ, ამას როგორ შვები? აი რაღაცნაირად ეს ორი აზრი დაეჯახა და მათ შორის ის რომ თვითონ შევამჩნიე, რომ რაც მე არასწორი მეგონა ზოგადად უკვე აი ჩემ შვილებსაც რო დაემართა და თან რაღაცა გაგებით, მაგალითად შეიძლება ვიღაცისთვის გამართლება იყოს, რომ მას არ ესწოდეს რა, თქვათ ის ვითარება, რომელშიც თქვათ დღევანდელ სკოლაში როცა ბავშვი მიყავს, ეს რას ნიშნავს და სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არ ვიცი, ისე რადგან მომიწია რომ მე თვითონ რამოდენიმე წელი ჩემი ცხოვრების დიდ ნაწილს სკოლას უთმობდი და
მესმოდა რაც თავიდან მაგალითად თუ მეგონა რომ იქ თუ პატარა რაღაცებს შეცვლიდი ადამიანები თუ სხვანაირად მოექცეოდნენ ბავშვებს რადიკალურად შეიცვლებოდა სიტუაცია მე დავწმუნდი რომ თქვათ ის მთავარი წესები ანუ ის პრინციპები რომლითაც დღევანდელი სკოლა არის აგებული არის ავტომატურად ბოროტება და ასეთ პირობებში შეუძლებელია რომ ბავშვი არ დაზიანდეს ანუ ძალიან რაღაცა სხვა ფაქტორებმა უნდა იმუშაოს ანუ სკოლა პირდაპირ გაგებით დღეს როგორც არის მოწყობილი იდეაში ბევრად უფრო დამაზიანებელია ადამიანისთვის, ბავშვისთვის, ვიდრე როდესაც რაც მე წარმოვიდგინე რომ აი რაც არ უნდა გაგვეკეთებინა ჩვენ ოჯახში, რაც არ უნდა არ ვიცი, არასწორად გვესწავლებინა, არ ვიცი, მათემატიკა თუ რაღაცა ფიზიკა, ვერ დავუშავებდით იმას, რასაც დაუშავებდა სკოლა, რომელიც ასწავლის ბავშვებს მორჩილებას, რაღაც უსიტყვო, რაღაც სწომას, მათ შორის უვითარებს მორალურად არასწორ დამოკიდებულებას ცხოვრებისადმი, რაღაც თავის თანატოლებთან ტყუილს აჩვევს ფაქტობრივად ის გარემო ბავშვებს აიძულებს, რომ ის ტკივილი, რომელსაც ისინი იღებენ, აი ამ რა ქვია, ხისტი გარემოთი, ანუ რაღაც დააკომპენსიროს იმით, რომ რაღაცნაირად თავი აარიდოს პასუხისმგებლობას და ეს ყველაფერი ტყუილში გადავიდეს და თუ ეს მოსულა, მაშინ ცხოვრებასაც ესე უყურებ, ხო? რომ შენ იქ არაფერს არ წარმოადგენ, შენ იქ სიტყვის და შენი ასე თქვა თავის გამოხატვის და შენი აზრის თქმის უფლება ფიზიკურად არ აქვს, ჩუმად უნდა იჭდე, უნდა დაემორჩილო იმას, რასაც უფროსები გეუბნებიან, მიუხედავად იმისა, შენ გესმის თუ არა ამ ყველაფრის რაც აი ეს კითხვა რატომს ცემ თუ არა პასუხს და 12 წელი შენ თუ ასეთ გარემოში გაატარე და პლუს არაფერი რეალური არ ისწავლე იმ გარესამყაროზე, რომელშიც მე უნდა გამოხვიდე და იცხოვრო, ეს არის ჩემი წარმოდგენით დანაშაული მომავალი თაობის მიმართ. უბრალოდ მე არ მინდა რომ სხვა ადამიანები ამაში ვინც ახლა მეც ხო ვიყავი როდესაც ისეთ მდგომარეობაში, როდესაც მეგონა რომ მაგალითად თავიდან ბავშვს სკოლებს რომ ვარჩევდი, თქვა ჩემი დავდიოდი და მეგონა რომ მნიშვნელოვანი განსხვავება იქნებოდა რა სკოლებს შორის და როდესაც მე დავწმუნდი რომ ეს განსხვავება უნიშნელოა იმასთან შედარებით რა ტიპის ზიანის რისკიც არსებობს ამ სკოლაში ბავშვისთვის მე უბრალოდ მორალური დილემა დამიდგა და შესაბამისად მაშინ ეს გადაწყვეტილება მიიღე და რადგან უკვე რაღაცა 7 წელი გავიდა ფაქტიურად ამ დღიდან დღეს უკვე შემიძლია ვთქვა რომ სწორად მოვიქეცი მაშინ და როგორ მიიღეს განათლება სახლში თვითგანათლება მიიღეს თუ სხვა ალტერნატიულ სკოლაში წაიყვანეთ? სახლში, შეუძლებლად სახლში, შეუძლებლად დავტოვეთ როგორც ჰომსკულინგი, რასაც ითვალისწინებს დასავლეთში და რაც ასე თუ ისე იქ გავრცელებული პრაქტიკაა და იქ ერთმანეთთან ასე ვთქვათ ცვლიან ურთიერთობენ ასეთი ოჯახები, მათაც ხო ზუსტად იგივე აწუხებთ, ის იდეოლოგია აწუხებთ, რომელიც საჯარო სკოლებში და ზოგადად ტრადიციულ სკოლებში ინერგება ბავშვებში. რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია უმაღლესში რომ ჩააბაროს ბავშვმა საჭიროა საჯარო სკოლის ატესტატი. ამ შემთხვევაში გამოსავალი როგორ ნახეთ? ჯერ ერთი არ მგონია რომ უმაღლესი სასწავლებელი განსაკუთრებით ისეთი როგორც დღეს საქართველოში არსებობს რამე განსაკუთრებულ ღირებულებას წარმოადგენს. მაგრამ თუ ეს ბავშვს მოუნდა არსებობს გზა თუ როგორ შეიძლება გაკეთება ატესტატის გარეშე, ანუ არსებობს ექსტერნის გამოცდები, რომელიცაც შენ თუ ჩააბარებ, ფაქტობრივად ატესტატს ავტომატურად მიიღებ და მერე ეს ბარიერი არ არსებობს. ეს ექსტერნის გამოცდები იმდენად მარტივია ზოგადად რომ წარმოიდგინოთ, რომ შენ თუ ზოგადად რამე სწავლობ, სამყაროზე რამე იცი, იდეაში ჩააბარებ რა, ხო და აქედან მაგის რისკსაც განსაკუთრებით ვერ ვხედავდი, მაგაში ერთ-ერთმა შემაშილმა შუათან რაღაც მე-11 კლასს რომ მივახლოვდა თუ რაღაც ამ დროს მოინდომა რომ სკოლაში წასულიყო, ანუ ენახა სკოლაში რა ხდებოდა, ის ხალხში უკვე იცოდა ფაქტობრივად რა ხდებოდა და 2 წელი, ბოლო 2 წელი წავიდა და ნახა იმ პირობით იყო რომ რაღაცნაირად რახანის გადაწყვეტილება მიიღო, რაც არ მოწონებოდა, მაინც უნდა დარჩენილი იყო და შესაძლოა დარჩა და ანუ მან ჩააბარა 4 წლის თუ რაღაცის გამოცდები აი იმისთვის რომ მე სკოლაში შესაბამის კლასში აღმოჩენილიყო. ანუ არაფერი პრობლემა ამაში არ იყო. ბავშვებს რა რეაქცია ჰქონდათ ბატონო, ხო ესეც მოგისმინეთ, მაგრამ ჩვენთანაც მინდა რომ თქვა რა რეაქცია ჰქონდათ, როცა გადაწყვიტეთ რომ სკოლაში აღარ იყვნენ? მაშინ პატარები იყვნენ და განსაკუთრებული რეაქციები არ ჰქონდათ. ნუ ახლა იმ მომენტში რა იფიქრეს, უბრალოდ ასევე არსებობს ეს დესკულინგის საჭიროება და დესკულინგი ნიშნავს რომ რაღაც ბავშვმა ჩათვალოს რომ ის ვალდებულებები თუ ის რაღაცა წესები რომელიც მასზე უკვე დიდი ხნის განმავლობაში მოქმედებდა, მასზე აღარ მოქმედებს. განსაზღვრულიც არის რომ
დაახლოებით 1 თვე ყოველ 1 წელზე გატარებულ ასეთ ციხეში როგორც სკოლა, იდეაში საჭიროებს რომ მე ფსიქოლოგიურად აქედან გამოვიდნენ, ну თავიდან ცხადი ახლა კატარები იყვნენ მაშინ და ვერ მიხვდნენ რა მოხდა მათ ცხოვრებაში, მაგრამ ну რაღაც პერიოდის შემდეგ ჩვეულებრივად ცხოვრება რუტინა ეწყო რა. წეღამ ზანეთ რომ სკოლა ასწავლის მორჩილებას. ერთ-ერთ ინტერვიუში გაქვთ ასეთ რამე ნათქვამი რომ ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი, მშობლები რასაც მეუბნებოდნენ, ყველაფერს უჯერებდი და ვაკეთებდი. რაღაც გარკვეულწილად მორჩილი ბავშვის დაბეჭდილება და რამდენად სწორია ეს მორჩილება ბავშვისთვის და თქვათ რამდენად არასწორი. ну, რა თქმა უნდა, კაც ბავშვი მიდრეკილია, რომ უფროსებს დაუჯეროს. ანუ ბუნებრივია რა, ეს ბუნებრივია მით უმეტეს მშობლებს იმ ადამიანებს, რომლებიც მას ზრუნავენ, უყვართ და ნდობა დიდია რა. მაგრამ რაღაც მომენტში ბავშვი შეუძლებელია რომ ვერ მიხვდეს რომ რასაც იმ გარემოში ხდება მისთვის ეს არც სასიამოვნოა, არც საინტერესოა და რაღაცნაირად მოწყენილია და ვალდებულებები აქვს ისეთ რამეებს თხოვენ რომელიც ადამიანის ბუნებაში არ ჩდება რა მოდი ასე ვთქვათ და ბავშვის ბუნებაში არ ჩდება რომელიც სხვანაირად უნდა ვითაროთ ან რო წარმოიდგინოთ რაღაცა აი ბაღის სიტუაცია და მე უცბად სკოლაში გადასვლის სიტუაცია სხვა რადიკალურად ორი სხვადასხვა მდგომარეობაა რა და როგორც კი ამ მდგომარეობაში შედის შენ რაღაც ბავშვი 45 წუთის განმავლობაში რაღაც ჩუმად უნდა იჯდე გაშეშებული და იდეაში ყველა ბავშვი ერთი და იგივე რაღაცა ხო წარმოუდგენელია რომ რაღაცა დაავადების შემთხვევაში ყველა ადამიანს რაღაც პანაცეა ხო არის ზუსტად ერთი წამლით უმკურნალო რა ზუსტად ესეთივე სიტუაცია ბავშვებთან მიმართებაში ეს სიტუაცია შეიძლება რომელიღაცისთვის ან ვიღაცისთვის ან საინტერესო აღმოჩნდეს ან მისაღები აღმოჩნდეს მაგრამ შეუძლებელია რომ ასეთი უნიკალური ადამიანებისთვის რომელიც ყველა ერთმანეთისგან განსხვავდება ერთი და იგივე რეჟიმი და ერთი და იგივე მოთხოვნები და ერთი და იგივე ტემპი აი აბსოლუტურად წარმოუდგენელი ანუ წინასწარ განწირულია მარცხისთვის ასეთი სისტემა, რომ ეს უმრავლესობისთვის იყოს სასარგებლო. და ზუსტად ამ გარემოებას ასახავს მე ის კვლევები, რომელზეც წუწუნებთ ხოლმე რა, რომ იქ რაღაცა ბავშვებს არ შეუძლიათ სიტყვების მნიშვნელობა არ იციან სინამდვილეში და ამიტომ არ შეუძლიათ საკითხულიდან აზრის გამოტანა. იქს რომ რაოდენობრივი აზროვნების უნარი არ აქვს, რაღაც 70%-მდე 15 წლის ასაკის ბავშვებს. ეს ხო მათი დამსახურება ვერ იქნება. ანუ რაღაცა უნდა თქვას, რომ განსაკუთრებად სპეციფიურად დაბალი IQ-ს მონაცემების ერი ვართ, ან საზოგადოება ვართ და ჩვენ ასეთი ბავშვები ყავს ამიტომ ან ესე იგი რაღაცას ისეც ვაკეთებთ რომელიც განაპირობებს რომ ეს ბავშვები რაღაც 15 წლამდე ამ უნარებს რომელიც საჭიროა რომ მე ცხოვრებაში ელემენტალურად რაციოს დონეზე იფუნქციონირო ვერ იღებენ ხო და რაღაც გარემოება ხო უნდა იყოს და მე ვფიქრობ რომ ეს არის ზუსტად იმ სკოლის გარემოს დამსახურება რომელიც აი არ შევცვალეთ კომუნისტების მერე რა და დავიტოვეთ როგორც მემკვიდრეობა. მე ისე ბავშვობაში დავრუნდები. თუ არ უჯერებდით, რასაკეთებდნენ თქვენი მშობლები და თუ არ გიჯერებდნენ, რასაკეთებთ თქვენ შვილებთან. ანუ მორჩილი ბავშვი ვიყავიო და თუ არ უჯერებდით, როგორ იქცეოდნენ თქვენი მშობლები და თქვენი შვილები როცა არ გიჯერებენ, როგორ იქცევით თქვენ? არა, არ უჯერებდი რას ნიშნავს? ანუ არ უჯერებდი გულისხმობს იმას, რომ მე ჩვეულებრივად ან ვიტყუებოდი რაღაცა გაგებით, რომ რაღაც სასჯელისთვის თავი ამეცილებინა, იმიტომ რომ ესეთი ოჯახი იყო, რომ რაღაც პასუხისმგებლობას გაკისრებდნენ. ну იგივე მაგალითად რაღაცა ჩემთვის სკოლაში სწავლობ ჩემთვისაც არ იყო დიდად რაღაცა და ვიტყუებოდი ხოლმე რა ჩვეულებრივად თუ გაგიგებდნენ ეთყუეს რა რეაქცია ქონდა ჩვეულებს ძალიან ბრაზდებოდნენ და მსჯიდნენ კიდევ უფრო მაგრად მსჯიდნენ ვიდრე ამის გარეშე იქნებოდა მაგრამ ძალიან მატყუარა ბავშვი ვიყავი როგორც წესი ვიტყუებოდი ხოლმე და ვცდილობდი რომ დამეფარა თქვათ რა ვიცი 4-იანი არ უყვარდათ ოჯახში ამიტომ რაღაცა შეიძლება და დღიურიდან ამომეშალა თუ შემთხვევით 4-იანს მივიღებდი თუმცა იშვიათად მიწევდა ხოლმე ესეთი მაინც მიქნია ალბათ ჩემი პირველი 4-იანი როგორ მახსოვს იცი მშობლები დედაჩემი შორიდან მოდიოდა და კედელთან დავიმალე რომ 4-იანი რომ მივიღე როგორ უნდა უთხრა მეტი ბაბუას მაგრად უყვარდა სკოლის დირექტორი იყო ბაბუ ჩათვლის წიგნაკი სწორად მახსოვს სახელი უნივერსიტეტში და იქ სკოლაში დღიური, აი მე დღიური უკვე აღარ მომიწია.
92-ში დავიწყე სწავლა და აღარ მომიწია და ჩათვლის სიგნა კი მომიწია და ძალიან უხარო და ხუთიანები რო ეწერა და უნივერსიტეტში გამოცდაზე არც მიგქონდა, აღარ ითხოვდნენ და ჩემით წერდი და ბაბუა ისე გარდაიცვალა რომ ეგონა ყველაფერში ხუნდება. ბედნიერი იყო და ვთვლი რომ ძალიან სწორ ტყუილს ვამბობდი. ვახარებდი. ხო, მე მგონია რომ ბავშვებს არ უნდა მოთხოვ, ყველაზე კარგი მდგომარეობა, თუ მოდი პასუხი რო გავცეთ, აი მეორე მხრიდან რო შევხედოთ, არის რომ ბავშვს არ უწევს ტყუილის თქმა. ეს არის საუკეთესო ბავშვობა, ყველაზე ხარისხიანი ურთიერთობა მოზრდილებსა და ბავშვებს შორის თუ ოჯახში თვითონ. ანუ ეს არის მიზანი, ანუ რეალურად ეს უნდა იყოს ჩემი აზრით, როგორც განათლების მიზანი, ისე ოჯახში ურთიერთობის მიზანი. როდესაც ოჯახის წევრებს ან ბავშვებს იმ სკოლაში, სადაც ისინი ჩემი აზრით ყველაზე უფრო ფსიქოლოგიურად მდგრადად უნდა გრძნობდნენ თავს, უნდა გრძნობდნენ საკუთარ იმ პროცესზე პასუხისმგებლობას, რომელშიც თვითონ არიან ჩართული. ამის კრიტერიუმი არის, როდესაც ბავშვს არ უწევს ტყუილის თქმა. ბატონო, ხო თელავში დაიბადეთ, სკოლაც იქ დაამთავრეთ. როგორი მოსწავლე იყავით, სკოლა როგორი იყო? იქნება გაიხსენოთ. ბაღზე კი გითხარით არ მახსოვსო და. სკოლა მახსოვს კი როგორ არა, სკოლა იყო ჩაოლებრივი საბჭოთა სკოლა იყო, თან საბჭოთა კავშირის ის პერიოდი იყო, როდესაც ანუ მე როცა სწავლობდი, როდესაც საბჭოთა კავშირი მალე დაინგრეოდა რა, ანუ აი ზასტოის რო ეძახდნენ. რაღაც ტერმინის ხმარობდნენ მაშინ, ეს ბრეჟნევის და ასე შემდეგ პერიოდი იყო და ეს იმით გამოირჩეოდა, რომ არავის არაფრის აღარ ჯეროდა. ანუ არავის რაღაც ეს კომუნისტური რაღაც კლიშეები და რაღაცები ყველაფერი იყო პროფანირებული რა, თითქოს ეს მექანიკურად მიდიოდა რა სიტუაცია ხო და აქედან გამომდინარე არაფერი საინტერესო არ ხდებოდა ჩემს სკოლაში. არავინ არაფრის რაღაც იმას ელემენტალური მოთხოვნა იყო, როგორც ოჯახებში არ ხოლმე და რაღაც მაღალი ნიშნები ან რაღაც კარგად უნდა ისწავლო და ასე შემდეგ და ეს ვინაიდან რაღაცნაირად მოხდა ისე რომ ძალიან დიდი პრობლემა ჩემთვის არ აღმოჩნდა შესაბამისად აი ამ სკოლის მთავარი ამბავიც დავძლიერე რა რომ რაღაც მარტივად ვახერხებდი მშობლების იმების სურვილების დაკმაყოფილებას ოღონდ სკოლაში ჩემთვის არაფერი განსაკუთრებული არ ხდებოდა საინტერესო და ამიტომ რაღაცა ჩემი თვერთობოდი წიგნებით და რაღაც ჭადრაკით და ესეთ რაღაცები. შატალოები იყო თქვენ დროს? კი, როგორ არა, ჩაოლებრივი მოსწავლე, ანუ არ მაგაზე მივხვდეთ ისე და ჩემი მასწავლებელი იყო ჩემ სკოლაში და ძალიან სწრაფად იგებდა ჩემი ნებისმიერი დანაშაულის შესახებ ინფორმაციას. სახლშიც არ მქონდა ეგ მდგომარეობა, რომ რაღაცა კლასელებთან რატო ანუ თუ რაღაც კლასი რაღაც შვებოდა, ანუ მეგობრობას ასეთ შემდეგ ისინი აფასებდნენ და რაღაც ეს უცნაურ იმებს არ მთხოვდნენ რომ რამე ანუ მისაღები იყო რა ოჯახშიც თუ რაღაც კლასი ერთობლივად რამე შვებოდა, ნუ მეც რაღაც ეცი რა ყოფილი. მამე ჩემის მასწავლებელი არის დღემდე ქართულის ბატონო ხო და გეოგრაფიაში მასწავლებელს უთხარი ვერ ვისწავლე გაკვეთილი ამოხეული იყო მეთქი და უთხრა მამა ჩემს რა თქმა უნდა საღამოს მოვიდა და მომიტანე წიგნი მათ ჩვენი მართლა თუ ამოხეულიაო და დამიძახა ოთახში ვიყავ. სანამ გავედი ამოვხიე ჯიბეში ჩავიდე და კარგად ვერ ჩავკეთე რომ მივიტანე მიჩანდა ესე და ამოყოფილი ქონა ლადო თავი და ისე გავილანძღე ახლა გავახსენდა ეგრევე ყველაფერს იგებდა ხოლმე მამა ჩემიც რაც უნდა მოხდარიყო ხო ნუ მშობლებს გვაქეგ შეყვარებული თუ ყავდათ სკოლაში არა მე ვიყავი სულ შეყვარებული ოღონდ ხანვიზე და მეც ეგრევე ვიყავ მეც ეგრევე ვიყავი ჩემშულოს რომ ბიჭები ყავს ორი პატარები და ყოველდღე სხვადასხვა გომიყვარდა მეც და უკვიდრეებს გეუბნება ხლა ეგრე არ იყო მაგრამ არა ყოველდღე არა მაგრამ თუ რაღაც გაცივდებოდა და არ მოვიდოდა სკოლაში რამოდენიმე დღე აუცილებლად ამ პერიოდში უკვე სხვა მიყვარდა ის რაღაც ორიგინალური რომ არ შეხედავს გული გადასხაფერდება თუ როგორ არის 3-4 დღე ესე იგი საკმარისი იყო გიჭირდათ სხვა მიყვარხარ ან როგორ აგებინებდით ხოლმე ძალიან ეგ წამიჭირდა ანუ შეიძლება ისე გამოვხატავდეთ ჩემი ქცევით და რაღაც მაგრამ ისე რაღაცნაირად ამის შესახებ მესაუბრა არ შემეძლო მორიდებული ვიყავ ზოგადად ყველა ადამიანს რატომღაც გვიჭირს მაგის თქმა
გოგოსთვის პირველი მიყვარხარ, რას ლაპარაკობ, როგორი გადასალახი. ძალიან რთულია და ალბათ ყველას ქონია ეგ პრობლემა და რესპონდენტებისთვისაც, ვისთვისაც გიკითხავს, ყველას ესე რომ ძალიან მიჭირდა. რამდენიმეს ნათქვამიც აქვს, რომ საერთოდ არ მithქვამს. აი ქცევით მიხვედრებია მეორე ნახევარი, რომ ეს მოგონა არ მithქვამს. ხო. თუ ხო გასაგებია რომ ეს არ იყო რაღაც ესეთი ბავშვური იყო ეს ყველაფერი და ხა ბავშვობაში ზოგი როგორ გამოხატავს, ზოგი ალბათ გამოვხატავდი, მაგრამ ხდებოდნენ? კი როგორ კი არის ზნობდი რომ ხდებოდნენ. ხო, აი ბავშვური ეგეთ გატაცები და ისინი ძალიან მაგარია. მაშინ უცებ ვიტყვი ხა კიდე ჩემაობს. პირველად სიყვარული როგორ აუხსენი, იცი? ია ერქვა იმ გოგოს. მაშინ ლოვესკევები იყო რა, 13 წლის ამბავს გიყვები. კონვერტში ჩავდე და მესამე სართულის ტუალეტიდან მესროლა მე არ მიყვარხარო და დავანებე თავი. ანუ პირველი სიყვარული გაუმართლებელი ქონია. ბატონო ხო, სიმკაცრეზე მაინტერესებს თქვენი აზრი. რამდენად საჭიროა შვილებთან სიმკაცრე? არა, სამართლიანობა საჭირო და ის ყველაფერს მოიცავს. ანუ თუ შენ სამართლიანი დამოკიდებულება გაქვს და რაღაცა სიმკაცრე რა, ჩემი აზრით ძალადობა არ მოსულა. აი, უბრალოდ არ მოსულა ბავშვზე, იმიტომ რომ უაზროც არის და შენზე უფრო მეტყველებს ვიდრე რამეზე. ანუ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ანუ რაღაცა მე ესე მგონია, თორემ ჩემი აზრით მშობელს ნებისმიერი ფორმით აქვს შესაძლებლობა, რომ რაღაც შეეცადოს და თავისი შვილი თვითონ აღზარდოს თავისი აზრების შესაბამისად. უბრალოდ ხوار რაღაც მე არ მგონია რომ რაღაც არის სწორი რა. ანუ ჩემი აზრით ეს არასწორი დამოკიდებულება ამ გაგებით სიმკაცრე რომ იქ ბავშვი ცემო ან რაღაცა ქნა. თან არანაირი ამას ჩემი აზრით შედეგიც არ უნდა გქონდეს დიდი. თუმცა რაღაც აი ამას მშობელს ვერ ჩავუთვლიდი რაღაც სასიკვდილო ცოდვად. სიმკაცრე ეს? დიახ. იმიტომ რომ ვიცი რომ ძალიან ბევრი ასე აღზრდილი ბავშვი მე როცა აღიზარდა მომავალში ძალიან მადლიერი იყო თავისი მშობლების ამ დამოკიდებულებას. თქვენ ბაბუაზე გაქვთ ნათქვამი ეს ბატონო ხო ბაბუაზე გაქვთ ნათქვამი რომ კაცრი იყო მაგრამ შედეგი გამოიღო ამ სიმკაცრე. ნუ აი კი ანუ მე მაგალითად მახსოვს ჯერ კიდე ჩემი ბავშვი როდესაც ბაბუა უკვე ასაკში იყო და რაღაც мама იყო რაღაც თანამდებობის პირი, ბიძა იყო რაღაც თანამდებობის პირი, ასევე კიდე მესამე და სამი ბიჭი ყავდა რა და ეს სამი ბიჭის კედელზე აკრული იდგნენ ხოლმე მამის წინაშე, რომელიც აი 40 წლის კაცები რა და ესეთი დამოკიდებულება ბოლომდე შეინარჩუნეს მამის მიმართ რაღაც პატივისცემა და მგონია რომ ეს ამ ბავშვობიდან მამამისის ავტორიტეტის დამსახურება იყო, რომელიც ძალიან კაცრად ზრდიდა, რამდენად ბებიასგან და მშობლებისგან გადმოცემით ვიცი. აი რა როგორ მკაცრად? ნუ კაცრად, იმით რომ მათ შორის ფიზიკური იმის ძალადობის რაღაც მავთულისგან დაწნული მათრახი ეკიდაო ბებიასგან მახსოვს ასეთი რამე აქვს ხა გამოუყენებია თუ არა ეგ არ მახსოვს მაგრამ ყოველ შემთხვევაში ასეთი საჭიროება არსებობდა ხო რადგან თოფი თუ კიდია ერთხელ გაისვრისა და თუ ეკიდა შეიძლება ერთხელ ეს ინტერვიუში თქვა მე დიდი ამბავი მოყვა მაშინ მაგასაც საუკეთესო მამა იყო ჩემი წარმოდგენით ახლა მახსოვს რომ რაღაც არ ვიცი რაღაცაში 4-იანი მივიღო როდისღაც რაღაც მაგრამ ჭადრაკი დაგვიწვაო ანუ ჭადრაკი მამა ხო მამა ჩემის ბაბუას ხო ანუ ჭადრაკი იყო საუკეთესო გასართობი რა და დასჯის ფორმა იყო რომ რა თქვენ არ მეცადინეოთ რაღაცას ერთობით და აი დაგიწვით სათამაშო რა თანამედროვე გაგებით რო თქვა მობილური ტელეფონი წაართვა კი ბატონო თქვენ დროს რა იყო საუკეთესო გასართობი წიგნი კითხვით მაგრამ კიდევ სხვა არაფერი ჩემთვის სამწუხაროდ ჭადრაკი იყო ჩემთვისაც რა იმის გამო რომ ოჯახში რაღაც უყვარდათ ყველას თამაში მე ჭადრაკს ვთამაშობდი ესე ავტომატურად შაში არ მითამაშე უბრალოდ ჭადრაკი იყო რა ანუ ოჯახური გასართობი იყო ჭადრაკი ხო და მეც მაგას ვთამაშობდი მაგრამ ძირითადად მართლა ისეთი პერიოდი იყო რომ ტელევიზორში არაფერს ბავშვი ვერ გაერთობოდა ნუ პაგადის თუ უყურებდი და დარჩენილი იყო ერთადერთი წიგნები რა ანუ თუ შენ რაღაც სხვა ბავშვებთან იმის გამო რომ მარტო ვიყავი და რაღაც დედმამიშვილები არ მყავდა რაღაც ხოლმე მეკეთებინა და აღმოაჩინე რომ წიგნების კითხვა საინტერესოა, კარგად ვერთობი. მამა თუ გირჩევდა წიგნებს, თქვა აი ეს წაიკითხე, ან მამას თუ უზიარებდით წაკითხულ წიგნებზე შედაბეჭდილებას? არ მამა არა, მაგრამ ზუსტად აი ამ როლს ასრულებდა ჩემი მეზობელი.
ანუ ჩემი მეზობელი, რომელიც წიგნებს თავის ბიბლიოთეკა ჰქონდა ძალიან კარგი და თვითონაც უყვარდა და მე მაძლევდა ხოლმე წიგნებს, მირჩევდა და იმ წიგნს რომელსაც ვუბრუნებდი, მე მაყოლინებდა რა გავიგე, რა მომეწონა კი და შემდეგ და ანუ ეგ ფუნქცია შემთხვევაში შეასრულა ჩემმა მეზობელმა ვახტანგი ფაღავამ. საინტერესოა და აი რა წიგნი გაიხსენე ბავშვობის წიგნი ყველაზე მეტი და დიდი შთაბეჭდილება რა მოახდინა? ნუ შთაბეჭდილება შეიძლება ბევრმა მოახდინა, მაგრამ საყვარელი წიგნი რომელსაც აი სულ რაღაც ესე ზეპირად რო იცი და სადაც არ გადაშლი რო დახედავ და წინადადების შემდეგი წინადადება რო ზეპირად გახსოვს, ესეთი იყო მახსოვს ბავშვობაში ზღვის მგელი ჯეკ ლონდონის. ხო, ანუ რომელიც მიყვარდა, ნუ რაღაც წიგნები იყო, ძალიან ჰქონდა სამი მუშკეტერი ძალიან მიყვარდა, ხო ერთობოდი ხოლმე ესეთი წიგნები და სათავგად ჟიულ ვერნით და ასე შემდეგ. ანუ ეს მთელი საბავშვო სოფლიო ლიტერატურა საბედნიეროდ ვახტანგი ფაღავას ჰქონდა ხოლმე და ამებით დავიწყე მოკლედ ჯერ ზღაპრებით დავიწყე და მე უკვე რაღაც რო გადავედი უკვე პირველი წიგნი წაკითხე შერლოკ ჰოლმსი და ეს შერლოკ ჰოლმსის დიდი წიგნი იყო. აი ეგ რო წავიკითხე, მაგის მერე ფაქტობრივად უკვე წიგნებზე გადავედი, ანუ მორჩა ზღაპრების პერიოდი და რაღაცა დავიწყე. ეტაპი დასრულდა და ახალი დაიწყო. ისე თქვენი საყვარელი 5 წიგნი რო გკითხონ, თუ გაქვთ ეგრე. აი ვახტანგ მეგრელიშვილის საყვარელი 5 წიგნი. ვიცი რომ ძალიან რთული კითხვაა. არა, ხო არა, უბრალოდ იმაზე არ მიფიქრი, ახლა ბევრი შეიძლება უცბად გითხრათ, მაგრამ აი დრო მომეცით და მე აი ბოლოს გავიხსენოთ ეს კითხვა კიდე. ლადო, იცი რომ ჯემალ ქარჩხაძე არის ჩემთვის არ ყველაზე ძალიან მაგარი რა და მდგმური. და მდგმური პირველად რო წავიკითხე და იქ ნეფერტიტია, ნეფერტიტის ის აქვს ჩამოგიდული მთავარი. ალბათ რამდენიმე თვე გაგრძელდა ნეფერტიტი შემიყვარდა. სიზმარში ვნახულობდი ხოლმე ნეფერტიტის, წარმოგიდგენია? რა უცნაურია. მართლა შეყვარებული ვიყავი მთავარი გმირის მსგავსად. და ძალიან მაგარი იყო და მინდა რომ ჩემაშვილებაც ეგეთ სისულგიჟური რაღაცები გამოსცადა. ხო, არა, წიგნის სამყაროს ალბათ ვერაფერი ვერასოდეს ვერ შეცვლის. შეიძლება ჩემთვის არის ეგრე, მაგრამ მგონია რომ წიგნი არის ის რაც უნდა იყოს და იქნება კიდეც. თქვენი შვილები როგორ არიან წიგნებთან, ბატონო? კარგად საკმაოდ. ისეთი რო ქვია. დედაც უნდა მაგაზე რომ თითქოს მეც დედა იყო მაგ მიმართულების ხელმძღვანელი და არავშავდათ. ეხლა პატარამ დაიწყო კითხვა, არც ისე დიდი ხანია უბრალოდ. ნორმალურად რა. თქვენ თუ ურჩევთ ხოლმე წიგნებს? ზოგადად კი ხო ვლაპარაკობთ ხოლმე და ამ შესაბამისად ამ საუბრიდან გამომდინარე შეუძლიათ რომ მე თვითონ გადაწყვეტონ რას დაიკითხავ. ახლა თან სახში რაღაცები გვაქვს და საკმაოდ კარგი არჩევანი აქვს რომ რაღაცები ვიკითხავ. თუმცა ახლა მარტო ფიზიკური წიგნებიც ხო არ არის რაღაც ისინი ინტერნეტში უფრო მეტ დროს ატარებენ და დღეს მაგალითად რო შეადარო თქვა აი ეს ჩამნაცვლებელი რა რომელიც მაგალითად ჩემთვის წიგნის ჩამნაცვლებელი იმ მომენტში არაფერი არ იყო და ამათვის უზარმაზარი ხო ეს არის რა ქვია ელექტრონული თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით რა ცოდნა და ინფორმაცია შეიძლება ბევრი მიიღო. ამიტომ ნაკლები აქცენტია ამ თაობაში, ჩემი შვილების თაობაში, მაგალითად ვიდრე ჩემ თაობაში იყო წიგნებზე. ხო თქვენ თაობაში და ჩვენ თაობაშიც წიგნი იყო, რითაც შეიძლება და რაღაცა გაგეგო. სხვა ალტერნატივა არ არის. ეხლაც ეგ არის და მე ეხლაც მგონია, მაგრამ უბრალოდ რაღაცა ხო არის სხვა, მაგალითად ფილმებს უყურებ, რაღაც სერიალებს უყურებ, კარგი ხარისხის შეიძლება იყოს ასევე, შეიძლება YouTube დოკუმენტური ფილმები არაჩვეულებრივი, თუნდაც Discovery და რაც ადრე მხოლოდ ერთადერთი წყარო იყო წიგნის მიიღო, დღეს ბევრი წყარო შეიძლება მიიღო. კარგი წყაროთან. ერთ ინტერვიუში ასეთი რამე გაქვთ რა თქმა უნდა, რომ ვცდილობ რომ შვილებს არაფერი დაუმალო და ყველაფერს ეუბნებიო. მეც ვცდილობ იგივე გავაკეთო და ბავშვობაში ძალიან არ მიყვარდა რომ ეუბნებოდნენ გაიზრდები და გაიგებ. რატო ელოდები გაზდას, იქნებ ახლავე გავიგო. აი რატო უნდა ვუთხრათ შვილებს ყველაფერი, რატო არ ვუმალავთ? თქვენ არ უმალავთ. და სამალი არაფერი არა მაქვს ნამდვილში, იმიტომ რომ რაღაცნაირად ისე მოვახერხე, რომ თან ეს განსაკუთრებით ეს 7 წლიანი მათ სახლში ახსნის გამოცდილება
უბრალოდ დახმარებას კი არ გაიძულებს, რომ ესეთ მდგომარეობაში გადახვიდე. და თან იდეაში რაღაცა გაგებით, რაღაც პარტნიორი მეგობრები ხდებიან რა და შესაბამისად რაღაც მეგობრებთან ხო გაქვს მეგობრული ურთიერთობა. შესაბამისად შვილებთანაც გიმყარდება რაღაც თანასწორი ურთიერთობა, პატივისცემის ურთიერთობა და რაც იდეაში გამორიცხავს ტყუილს და თან ისეთ საქმეს ვაკეთებ, რომ ყველაფერი საჯაროა ჩემი. ხო და შვილებთან მით უმეტეს დასამალი არაფერი არ მაქვს და ჩემი აზრით ყველაზე სწორი ეგ გითხარით რომ თავარი ამბავი რაც უნდა იყოს ოჯახში აი თუ რამეს მივახციე იმას რომ მე არ მაქვს იმათან და მე იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში რომ იმათან ეგ და მეკითხას თვითონ თუ გიყვებიან საიდუმლოებებს კი არ ვაძლევ იმის არგუმენტს რომ რაიმეზე არ ვილაპარაკოთ და იმერად უყვართ ჩემთან ლაპარაკი რომ ვცნობ ხა ტყუილად ლასალაპარაკოთ ხო არავინ არ მოდის ხო რა მაგარია ხო და როდესაც ისინი უბრალოდ გინდა რომ გააგდო რომ წავიდნენ და ცოტა ხანი თავი დაგანებონ ეს მას ნიშნავს რომ იმასაც მოწონს შენთან ლაპარაკი ძალიან მაგარია ალბათ ყველაზე დიდი მიღწევა მშობლისთვის ეგ არის რომ შვილს უხარია შენთან ურთიერთობა და შენთან ლაპარაკი არა მაგაზე მაგარი არაფერი არა აი ის 7 წლიან პერიოდში თქვენ რამე საგანს ასწავლიდით თქვენ შვილებს არა მე სულ ელაპარაკებოდი ანუ მე სულ ელაპარაკებოდი საგანს კონკრეტულს არაფერს არ ვასწავლედი მეუბნებოდი თქვა რაღაცნაირად აი სამოტივაციო სპიჩები რო ხო იცით YouTube-ზე აი დაახლოებით აი რაღაც როცა ამას ველაპარაკებოდი უხსნიდი რომ აი ეს აქ წერია ანუ ამით შეგიძლია ეს გაიგო ხო ანუ გზას აძლევდით და ხა სპეციფიკურად ერთიორჯერ ვცადე ქიმიის სასწავლებლად დავჯექით მათემატიკის სასწავლებლად დავჯექით მაგრამ მე ვერ მოვახერხე ანუ აი რაღაც ის გიგმაზომია შემიძლია ხო ან რაღაცების აი რუტინაში ვერ გადავიყვანეთ რა ბევრად უფრო მაგალითად მოწონთ რა მასწავლებელად თავისი რაღაც მათემატიკის მასწავლებელი რომელიც რაღაც უყვართ და იმასთან ერთად ჩვენერად სწავლობენ ვიდრე თქვა ჩემთან ეგ შეიძლება ზუსტად ეს აი რაღაცნაირი პასუხისმგებლობა ხო არის რაღაცნაირად და ერთია უცხო ადამიანთან და მეორე არის თქვა მშობელთან ხო და აქედან გამომდინარე ყველამ თავის საქმე გააკეთოს ჯობია და მე мотивაციას შევეცდები რომ იცე და ნუ რა თუ რამე სწავლა მოუნდებათ იპოვიან ახლა ჩემს ერთ-ერთს რო დაჭირდა ახლა ჩინური რომ მოუნდა რომ ესწავლა ხო მე ხო ვერ ვასწავლიდი ხო დადგა და ჯერ მასწავლებლები და მე თვითონ მიხვდა როგორ უნდა ესწავლა და მაინც რახან მიზანი თვითონ დაისახა თვითონვე იპოვა მიღწევის გზები და ისწავლა რა მაგარია სხვათა შორის აი ახლა რაც თქვით რომ პასუხისმგებლობა მასწავლებლების თავის ხო აქვს და ახლობელსაც შესაბამისად პასუხისმგებლობა აქვს და ეს ორივე რო ერთიანდება საკმაოდ რთულია მე 11 კლასში აბიტურიენტობის პერიოდში ქართული ისტორია და უცხო ენაში ვემზადებოდი ისტორიაში ვემზადებოდი მამიდასთან რომელიც ჩემთან სახლში ცხოვრობს ქართული და ის ინგლისური ხშირად ისე წავსულვარ გაკვეთილზე რომ არ მწოდნია და მამიდა რომელიც ერთი ოთახი და მეორე შუდე ჩამებარებინა არასოდეს სულ სხვა პასუხისმგებლობა მქონდა მამიდასთან და არასოდეს არ ყოფილა რომ იმ დღის გაკვეთილი არ მესწავლა მაგრამ მისაღებში მე გამაბრაზეს ბატონო ხო სამინისტრო ჩააბარეთ იქიდან გამომდინარე რომ ოჯახის წევრებს მშობლებს უნდა და თას და არ უნდა ნოფეგეს ნათქვამი მიგავთ თქვენი შულების შემთხვევაში ეხლა რასაც გისმენთ დარწმუნებული ვარ ალბათ არ ჩაერევით მაგრამ ისეთი პროფესია თუ არის რომ გაგიხარდებათ ის თუ აირჩიეს ან თუ აქვს რაღაც წარმოდგენა უკვე პროფესიაზე ბავშვებს შექმნილი რა უნდა რთულია ხოლმე მაგალითად მეც როცა როგორც ვწანეთ მეც როცა 16-17 წლის ვიყავი და სკოლა დავამთავრე წარმოდგენა არ მქონდა რა მინდოდა არაფერი არ ვიცოდი და ამიტომ არც არანაირი არგუმენტი არ მქონდა რომ შევწინააღმდეგებოდი ჩემი მშობლების რჩევას მაგრამ განსხვავებით იმ ეპოქისგან რომელშიც თქვა მე ახალგაზრდა ვიყავი მოკლედ ბავშვი ვიყავი დღეს სამყარო ძალიან სწრაფად იცვლება რა ისეთი სისწრაფით იცვლება რომ რაღაცა ჩვენ ხშირად ვსივართ ხოლმე და ერთად ვფიქრობთ რა შეიძლება თქვა გავაკეთოთ რა ამიტომ მე ძალიან მნიშვნელოვანი მგონია რომ აი ამ სამყაროსთან რაღაც ჰარმონიულად რაღაცა განვითარდეს ეს კი არ დაისახო ლაპარაკობდით
ამ თემაზე, რომ ეხლა მაგალითად ვინც სკოლაში მიდის, რა შეიძლება იცოდეს და თუ რამე შეიძლება იცოდეს, ის არის რომ ის რომ გაიზრდება, აი დღეს რო პროფესიები ვიცით, ეს პროფესიები აღარ იარსებებს ფიზიკურად, აი სხვა, ანუ შეიძლება თავის თავზე კი არა, მარტო ეს იცის, რომ აი დღესაც ხედავს იქ ვიღაცა მძღოლია, იქ ვიღაცა არ ვიცი, რაღაცა ხაჭაპურს აწყობს და ასე შემდეგ, ეს პროფესიები დიდი ალბათობით ავტომატიზირდება, როდესაც ისინი სამუშაო ძალას მიაღწევენ, რაც კარიერული, ისე ვთქვათ, კიბეროცა უნდა დაიწყონ რა. ამიტომ ჩვენ წარმოუდგენა არ გვაქვს რა იქნება 10-15 წელიწადში. ხო და მაგალითად მე როგორ დავიწყე რომ ჩემმა შვილმა პირველად იყო 14 წლის, როცა ოფიციანტად დაიწყო მუშაობა რესტორანში. და მასე დაიწყო ასე ვთქვათ გარესამყაროსთან პირველი რეალური შეხება და კონტაქტი. ახლა ჩემი კიდე მეორე შვილი ახლა სადღაც მუშაობს ქარხანაში მუშად და რაღაცებს აკეთებს. რამდენი წლის არის? 19. ხო, ანუ ისეთი გარემოში მუშაობს, სადაც ჩემი აზრით ძალიან ბევრი რამე შეუძლია რომ უცბად ისწავლოს რა. აი ჩინური ისწავლო მე კიდე არ ვთქვი მან. ხო და მუშა თუ დირექტორის ჩემი მეგობრის ქარხანაა ეს თუ ჩემი მეგობრის კომპანია რა. მაგრამ ანუ ვიცი რომ ბევრი რამეს ისწავლის, ანუ რეალურ ცხოვრებაში არ არსებობს უნივერსიტეტი, რომელშიც იმ რაოდენობის ცოდნას მიიღებს, რაც შეუძლია რომ პრაქტიკულ ცხოვრებაში მიიღოს რა. ხო და აქედან გამომდინარე ჩვენ მზად ვართ რომ რაღაცნაირად ცხოვრებას გავყვეთ და დავაკვირდეთ რა არის საჭირო როგორც კი დაინტერესებთ რაღაც კონკრეტული საკითხი და ღრმად მოუნდება ამას ჩასვლა იდეაში იციან როგორ უნდა შეისწავლონ ანუ როგორ ისწავლონ ის რაც დაჭირდებათ რა მაგრამ აი როცა მივლენ აქამდე და თუ მოხდება ისე რომ არ ვიცი დაჭირდებათ მაგალითად რა ვიცი MBA ჩააგაკეთებენ MBA-ის რაღაც თუ მაგალითად მოუნდებათ რომ გინდა თუ არა მე პროფესია უნდა აირჩიონ კარგად უნდა დაფიქრდნენ რომ რამდენად პერსპექტიულია ამ პროფესიაში სამომავლოდ რაღაც დროის და რაღაცის ინვესტირება რა ბევრად უფრო რაციონალურად უნდა მიუდგნენ და ცოტა ხანში შეიძლება ადამიანებს ბევრად უფრო სხვა პროფესიები გაგვიჩნდეს რომელიც რაღაც საინტერესო იქნება იმ ტექნოლოგიური განვითარების პარალელურად რომელიც სამყაროში ხდება რა ხო ასე რომ ჩვენ ესე პირდაპირ პროფესიებზე ვინაიდან რაღაც შედარებით პატარები არიან 14 წლის 18 წლის და რაღაც 19 წლის ანუ რაღაც კონკრეტული პროფესია რადგან არ უნდათ მოდი დავიწყოთ ცხოვრება რა მოდი დავიწყოთ მუშაობა მოდი რა და მე ამ პროცესში აღმოვაჩენთ სინამდვილეში რა გვაინტერესებს რომ მართლა ვისწავლოთ და რაც დაგვაინტერესებს მოდი ის ვისწავლოთ სამედიცინოზე ჩააბარეთ მშობლების გადაწყვეტილებით. ბუნებრივია შემდეგ უროლოგად რომ მუშაობდით თელავში მშობლები გახარებულები იქნებოდნენ. ნამდვილად. უხაროდათ რომ ხედავ. თეთრი ხალათით ალბათ ხო და აი შემდეგ უკვე პროფესია რომ შეიცვალეთ და პოლიტიკაში წახოდით მშობლების რეაქცია როგორი იყო? ეგ ნაწილი არ მოეწონათ ჩემი აზრით თან აი გირჩისნაირ იმიტომ რომ ხო ეგ არ მოეწონათ თორე ეს რა ქვია ზოგადად იმდენად უნდათ რომ ექიმი გამოსულიყავი რომ ის რომ თავი დავანებე პროფესიას ეგეც საკმაოდ ისეთი იყო არასასიამოვნო იყო მათთვის და ამის გამო რაღაცნაირად უნდათ რომ მეცნიერებაში ან რაღაც პრაქტიკულ მედიცინაში მემუშავა რაღაც პროფესორი ყოფილიყავი და ასე შემდეგ. კიბოსწამალი გამოგეგონე. მაგ ნაწილში შეიძლება ვთქვათ ვერ გავამართლე ჩემი მშობლების იმედები, მაგრამ ну რაღაცნაირად კარიერა ისეთი მქონდა რომ ასე თუ ისე მეტნაკლებად ყოფილებიყვნენ. აი პოლიტიკას მე მგონი ვერასოდეს ვერ წარმოიდგენდნენ. და ეს დიდი დრო დაჭირდათ რომ ყოველ შემთხვევაში აი 9 წელი გავიდა ალბათ ამდენი ხანი მე არსად არ მიმუშავია. ეს ყველაზე ჩემი ხანგრძლივი სამუშაოა და აი დღეს მაგალითად შეიძლება უფრო ესმით ვიდრე თქვათ რაღაც 5 წლის წინ ან 4 წლის წინ და დღეს უფრო თქვათ ადამიანები ყოველთვის ხარს მიჭერდნენ რაც როგორც მშობლების შვილს მაგრამ მეორე საკითხია გუცვლად რამდენად მოწონდათ იმას რასაც ვაკეთებდი მით უმეტეს არ მოწონთ როცა უამრავ ბრალდებას ან რაღაც ცილის წამებას საჯარო სივრცეში რაც პოლიტიკოსის მიმართ საქართველოში რაღაც ბუნებრივია მათ საკუთარი შვილის შესახებ კითხულობენ ან ისმენენ ხო და ეს არ არის სასიამოვნო მშობლისთვის ყოველ შემთხვევაში. მაგ საკითხს ბავშვები როგორ
ალბათ ესე უხსნით თუ არა, რაფერს არ გხსნი, ისინი ხო გითხარით, რომ თავი მიღამისა რომ ჩემი ცხოვრება სულ იცზე პირადიციან რა, ანუ რა ჩემი მეგობრები მაგალითად ხშირად მოდიან ხოლმე ჩემთან რაღაცებზე მსჯელობთ, ლაპარაკობთ და ბავშვებს არავინ არ ერიდება რა. ისევე როგორც მე არა მაქვს იმათთან არაფერი დასამალი ჩემს მეგობრებსაც, რომლებიც ახლა პოლიტიკაში ვართ, ჩვენ ალბათ ყველაზე ღია პარტია ვართ, ყველაზე უფრო ისეთ საჯარო პარტია ვართ, ჩვენი აზრების შესახებ ყველა მიცის, ვისაც ის აინტერესებს, ან შეუძლია გაიგოს თუ დაგაინტერესდა, მათ შორის კომუნიკაციის შემოხვიდე და ველაპარაკო და ასე შემდეგ და ჩემი შვილებისთვისაც ეს მით უმეტეს ღიაა და იმის გამო რომ ჩემი მოუღლეც ამ ჩემს საქმიანობაში ძალიან მიჭერს ხარს, რეალურად ეს ბავშვებზეც გადადის და ახლა უბრალოდ პატარები არიან პოლიტიკისთვის როგორც ასეთი, მაგრამ გააზრებულად ესმით, რას ვაკეთებ? აი, ბრძანეთ რომ რთულია მშობლისთვის, როდესაც შვილზე რაღაც იწერება და ბუნებრივიც არის. თქვენი სატელევიზიო გამოსვლების მერე ან ინტერვიუს მერე მამას თუ დაურეკავს და თქვენს რომ იცი რა, ეს ასე ხო არ ჯობდა რომ გეთქვან, რამე რჩევა ხო არ მოუწია, ან შენიშვნა. დედა მირეკავს ხოლმე, მამას არასოდეს არ დაურეკია, მაგრამ დედა მირეკავს ხოლმე. მამა შენმა თქვა? არა, მეუბნება ხოლმე რომ აი ეს რატო თქვიან, ეს რაღაცა ну განსაკუთრებით არ უყვართ როცა რაღაც ვიძახე ხოლმე რაღაც პირადი ცხოვრების ამ თუნდაც ეს რომ ჩემი პირადი ცხოვრება იყოს ხმას არ ამოვიღებდი ვის რა საქმეა, მაგრამ ეს ჩემი პირადი ცხოვრება ისეთივე რაღაცა კავშირშია საჯარო წესრიგთან, ნარკოპოლიტიკასთან იქნება თუ ეს სხვა ისეთ მწვავე თემებთან, რომელზეც მე არ შემიძლია ვიღაცას რაღაც მოვუწოდო და საკუთარ თავზე რაღაც დავმალო. სამწუხაროდ კარგად ვსწავლობდი, იმდენად კარგად რომ ვიცოდი რა იყო გასაკეთებელი და ხვდებოდი რომ ამისთვის შესაბამისი არაფერი გაგვაჩნდა და რაღაცნაირად ჩემი სტუდენტობის პერიოდით დამიდგა თვალწინ და ძალიან რთული და მძიმე იყო წადების დაკითხვა და გააზრება რომ როცა ხო ხვდები რაღაცას, მაგრამ ისიც იცი რომ აზრი არ აქვს, არაფერი არ გამოვა იმის იქ. ხო, ბუნებრივია რთული იქნება. მით უმეტეს რო ხვდები, დრო ვერ ხვდებოდე არც არაფერი. და კიდე ერთი მინდა წავიკითხო. ირჩევინე ისეთი სკოლა ქონდეს, სადაც ის წესრიგი იქნება, რომელიც მე მიმაჩნია სწორად. აი, როგორი არის თქვენთვის რაღაც იდეალური სკოლა თუ შეიძლება ამის თქმა? კი, ახლა ვაკეთებ თქვა, როგორ შეიძლება, აგერ გამოცხადებული გვაქვს და ანუ დღეს არის ხუთშაბათი, ხო? ანუ ორშაბათიდან ორშაბათს ვისაუბრე რაღაც მითხარი ხალხო მოდით დარეგისტრირდით და ეხლა მე მგონი 180-ზე მეტი ბავშვია დარეგისტრირებული იმ სკოლაში, რომლის გაკეთებას თუ ახლოს პერიოდში გეგმავთ. და როგორი იქნება, ანუ რა იქნება განსხვავებული სტანდარტული სკოლისგან? ხო, სტანდარტული სკოლისგან ბავშვი იქნება წამყვანი, ანუ ბავშვი დაგეგმავს თავის სასწავლო პროცესს, ჩვენ დავეხმარებით იმ კითხვების პასუხის გაცემაში, სკოლის ამოცანა იქნება, რომ დაეხმაროს, გარემო შექმნას ისეთი, რომელშიც ბავშვი თვითონ დაამენეჯმენტეს თავის სასწავლო პროცესს, ანუ გვინდა რომ შემოვატრიალოთ, ანუ როლები გავცვალოთ რა, თუ აქ ამ ტრადიციულ სკოლაში რაღაც ბრძანებელი თუ დავალების გამცემი თუ წესების დამდგენი არის ვიღაც უფროსი, იქ იქნება ბავშვი. გვინდა რომ იქ შევთანხმდეთ წესებზე, აი სამართლიანი რამე გვაჩნია, რა არის სწორი წესრიგი, იმაზე შევთანხმდეთ, რომ ერთმანეთთან კონტრაქტი დავდოთ, ფაქტობრივად ხელშეკრულება დავდოთ, როგორ იქცევიან ბავშვებთან, ბავშვები და სკოლა და მშობლები და ამის შემდეგ ფაქტობრივად ბავშვებმა ამ კონტრაქტის აღსრულება ისწავლონ და თვითონ გადაწყვიტონ, თქვა თავისი მაგალითად აი წარმოიდგინეთ, რომ ბავშვი ამბობს, რომ მე მინდა რაღაცა კითხვა, აი ამ კითხვაზე გავცე პასუხი, შენ გაქვს ჩათვალე კითხვების სია. და აირჩია ბავშვი, მაგრამ ფაქტობრივად აი იმ კითხვაზე გასაცემად შენ შეიძლება დაეხმაროს, აი ამ კითხვას რო პასუხი გაცე, შენ ეს უნდა იცოდე, ეს უნდა იცოდე, ეს უნდა იცოდე. აი ამებს რო გარკვევ, პასუხიც იქნება. ხო და მე ეს ბავშვები დაждდებიან და თავის ტემპში იმას რაც თვითონ აინტერესებს, რაც თვითონ უნდათ რომ პასუხი გაცენ, შეეცდებიან და ერთობლივად ის კი არა რომ ერთმანეთსგან გადაწერა რო არ შეიძლება ტრადიციულ სკოლაში. აქ ნიშნებს არ დავწერთ, ბუნებრივია შეფასებები იქნება სხვა. თვითონ ეს ბავშვები რასაც ისწავლენ, თავის მშობლებს მოუყვებიან
არიან და მშობლებს პირველად ექნება შესაძლებლობა რომ გაიგონ რას როგორ ცხოვრობენ, რა სწავლობენ, რა ანუ როგორც ვიხდი მშობელი ბევრად უფრო მეტად იქნება ჩართული ამ სკოლაში ვიდრე სტანდარტულ სკოლაში. კი, რა თქმა უნდა, სხვანაირად უბრალოდ შეუძლებელი იქნება, იმიტომ რომ ჩემი წარმოდგენით ამ სკოლაში აი რაც მე ვთქვი რომ ბავშვები უმეტი უნდა გადავაჩიოთ, ტყუილს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება თუ ბავშვი კარგად უსმენს თავს. თუ ის რასაც აკეთებს, ამით ამაყობს. პირიქით ილაპარაკებს გაცილებით ბევრს. კი, ზუსტად მაგაშია საქმე, რომ თვითონ უნდა რომ აი მაგალითად თუ რამოდენიმე ბავშვი ჯგუფმა რაღაც კონკრეტულ პროექტზე იმუშავა, გაარკვია ის თემები, ის თემა, რაზეც იყო კითხვა დასმული და მე უწევს რომ ეს თავის მშობლებს პრეზენტაცია გაუკეთონ, რა ისწავლეს სკოლაში, ჩემი აზრით ეს იქნება ბედნიერება მშობლებისთვისაც, ამ ბავშვებისთვისაც ეს ცოდნა შეიძენს სრულიად განსხვავებულ მნიშვნელობას და ამას თუ შეაფასებენ მათი თანაკლასელები ასევე რომლებიც ასევე ესენი გაუზიარებენ თუ რა ისწავლეს და ასე შემდეგ ანუ ასეთი ურთიერთას თქო დახმარების სწავლაში ურთიერთ დახმარების გარემოს შექმნა არის ყველაზე ისე თქვა ამაჩქარებელი იმ პროცესის რასაც სწავლა და განათლება ქვია და ეს უბრალოდ მე არ მომიგონია გარდა იმისა რომ მე პრინციპების იგივეს იმჯერა ამ პრინციპებით ამერიკაში ძალიან ბევრი სკოლა ფუნქციონირებს და ჩვენ გვინდა რომ ეს ამ მეთოდოლოგიით ვისარგებლოთ ის რაც გამოცდილია უკვე მათ შორის ვითანამშრომლობთ ამ ტიპის სკოლების გაერთიანთან ვისაც ეს გამოცდილება წლებია დაგროვებული აქვს და ქართული განათლების ახალი მოდელის შექმნა. მაგ სკოლაში ატარებდით თქვენ შვილს? კი, ეს უფროსი მოასწრებს, კიდე უმცროსი კიდე მოასწრებს. ხო, საუკეთესო კრიტერიუმი ალბათ ეგ არის, რომ თქვენ შვილს თუ ატარებთ, ესე იგი მართლა საკუთარზე რომ იღებ ადამიანი, ესე იგი მართლა გჯერა. ეს აი წარმოიდგინეთ, რომ ეგ იგივეა, რაც აი ჩვენ რომ ბევრი ჰომსკულერი ოჯახი ყოლოდა და ამათ ეთე გაერთიანება. არის საქართველოში სხვა ბიძინეევანის შვილის გარდა მეც ბიძინეევანის შვილმა გააკეთა ესე და ადრე კონსტანტინე გამსახურდია თავის შვილებს დიდა ესე, როგორც წამიკითხავს კიდევ გამიგონია რამოდენიმე ისეთი ამბავი ოღონდ არა საჯაროდ გაჟღერებული რამოდენიმე ადამიანზე უბრალოდ უთხოვთ ჩემთვის მაგრამ ისე რომ ვინმე საჯარო სივრცეში ამას ამბობს მე შეგნებულად გავაკეთე იმიტომ რომ ბოროტება მგონია იმას რასაც აკეთებს 640,000 ბავშვის მშობელი მე მგონია ასეთი განცხადება არ არის არ გავუკეთე იქნებით თქვენც იქ როგორც მასწავლებელი იცით რა არის არც ვიცი ჯერჯერობით ჩემი როლი იმიტომ რომ ჩემი როლი ახლა არის დამაორგანიზებლის როლი აი ამ საქმიანობის დამაორგანიზებლის როლი თან რაღაცნაირად იმის გამო რომ ამაზე ყველაზე მეტი ალბათ მე მაქვს ნალაპარაკები ზოგადად ჩვენ შორის და მე თვითონ მქონდა სკოლის გამოცდილება და რაღაც ასე შემდეგ ალბათ ჩემი პირველი პასუხისმგებლობა იქნება რომ ეს ორგანიზაცია შედგეს მაგრამ მე როცა სკოლაში ვიყავი რამოდენიმე საგანს ვასწავლედი ქიმიას ეკონომიკას რაღაც ვასწავლედი ანუ არ გამოურიცხავ რომ ზუსტად იმის გამო რომ ბავშვებთან ესე უშუალო ურთიერთობა გქონდეს რაღაც საინტერესო მოვძებნოთ მაგრამ ახლა ამ წუთას მე ჯერ არ ვფიქრობ იმაზე რომ მე უშუალოდ რამეს ვასწავლეთ ჩემი თავი ამოცანა ადამიანები ვიპოვო ისეთი ადამიანები ვიპოვო რომლებიც ახლა რასაც მე ვლაპარაკობ ამის ბავშვებთან ურთიერთობის პროცესში ამ პრინციპების დაცვა შეძლებენ დამსახურებული პენსია ჩემთვის არის სკოლაში მასწავლებლობა ოღონდ ისეთი როგორც მე წარმომიდგენია вот ჩემი ეს ბოლო საქმე იქნება რომელსაც ცხოვრებაში გავაკეთებ აი ამ ეს სკოლა სხვა ისეთი ამბიციური გეგმა არ მაქვს რომ ამის სხვა გავაკეთო ну ეს ცხადე პოლიტიკური პროექტია თავისი შინაარსით რომ რაღაც ქვეყანაში რაც ალტერნატიული ფორმა განათლების გაჩნდეს და რავი თუ მე აქ რაღაც პენსიამ მოხუცებულობასაც აქ შევძლებ და გავატარებ ალბათ ყველაზე კარგი მომავალია რაც კი მე შეიძლება ჩემთვის წარმოვიდგინო მე მაქვს ეგეთი რადო საბავშვო ბაღში მინდა ისევ საბავშვო ბაღში მინდა მუშაობდე აი ისეთი მაგარი იყო ბავშვებთან ურთიერთობა მაგრამ არ ვიცი ჯერ ნახოთ ჯერჯერობით არ ახარ ისეთი დიდი ასაკის მიშორო თქვა გადაიწურმე არასოდეს დამავიწყდება ბავშვების დაბადება და ბევრი ბედნიერი მომენტი მქონია ცხოვრებაში. აი ბავშვების დაბადებას ალბათ ვერც ერთი მომენტი ვერ შეედრება. ის ზოგადად რა მომენტებს გაიხსენებდა ვახუმე გრელიშვილი? ჩემ შვილებთან?
თქვენ შულებთან ურთიერთობის მომენტებს? რავი, სულ ეგარი, ყველაზე რაღაც მნიშვნელოვანი ალბათ ადამიანის განსაკუთრებით რაც უფრო იზრდებიან, თავიდან უფრო ისეთია, რომ ცუდად არ გახდეს შენ საკუთარი როლი არ გაქვს ჯერ ჩამოყალიბებული, იმიტომ რომ ადამიანების ხო რაღაცა ის როლები რაც ცხოვრებაში შეგვხვდება როგორც ბედი გვარგუნებს, მე ამ როლში უნდა შევიდეთ რა, რომ რაღაცნაირად ადეკვატურად ვითამაშოთ, მამის როლი იქნება, მასწავლებლის როლი იქნება, თუ რა როლებსაც ვთამაშობთ რა, ნიღბებსაც ვიკეთებთ მოკლედ რა. ეს ნიღაბი რაც უფრო ორგანულია, რაც უფრო ამას ბუნებრივად აკეთებთ, მით უფრო ისეთია, მაგრამ სხვადასხვა ამოცანები გიდგას რა, თუ თავიდან როცა იბადებიან ის რაღაც უსუსური არსება და შენც ჯერ კიდე ახალგაზრდა ხარ და თავარი ამბავია რომ რა დაიცვა, გამოკვებო, რაღაც პირობები შეუქმნა და მაგაზე ხარ ორიენტირებული, მე ეს ნაწილი ნელ-ნელა რაღაცა მეორე იმაზე გადადის და შენ პირველი უკვე რაღაც ისეთი აღბრძდელობითი უკვე მასთან კომუნიკატორის მეგობრის და რაღაც მშობლის ფუნქციას იძენ რა. ხო და ანუ ეს ყველა დროში ძალიან სასიამოვნოა, ანუ თუ მოკლედ ბავშვები თუ გიყვარს, ნებისმიერი ეს ეტაპი მიუხედავად იმისა, რომ ძალიან განსხვავებულია, ძალიან სასიამოვნო და საპასუხისმგებლოა რა. ხო, როგორც მაგალითად დაბადება არის რისკთან დაკავშირებული და ამის გამო გვამახსოვრდება საკუთარი შვილების დაბადების დღეები და იქ ნერვიულობა და ასე შემდეგ, მერე როცა ისინი რამე ცუდად ხდებიან, ან რამე იმართებათ, ეს არის თავარი ჩვენი საზრუნავი, დღეს როგორი ადამიანები გავზარდე, უკვე აი ამაზე გადმოდის რა. ანუ მე უკვე სხვანაირი მოთხოვნები გიჩნდება და რადგან ჯანმრთელები არიან, რადგან ყველაფერი წესრიგშია და რაღაცა, უკვე შენთვის მნიშვნელოვანი ხდება, რომ როგორც მშობელმა როგორი აღზრდელი იყავი, როგორც მშობელი და უკვე ამ გაგებით აფასებ, მათ შორის ისინი რას აკეთებენ, რას ლაპარაკობენ, მაგალითად იმ დღეს წეღარ გეუბნებოდ ჩინური სწავლა მეთქი, რაღაც ესეთი გამოცდა ჩააბარა და აი მახსოვს ისეთი ბედნიერი ვიყავი და არაფერი განსხვავება იმაში არ იყო, დედაჩემი რომ ჩემი ხუთები რო უხარო და ისე გამიხარდა ამის აი ეს როგორც წოეფელია, ეგეთი გამოცდის ჩაბარება ჩინურად რა და წარმოშვილის წარმატება ნებისმიერი მშობლისთვის მე მგონი ყველაზე ესეთი სერიოზული სტიმული და ეს არის რომ არა მაგარია რომ შემაშვილმა რაღაც და ნაბიჯი გადადგა რა და ეს ნაბიჯები კიდე რაც უფრო იზრდებიან, უფრო მეტი მოთხოვნა გიჩნდება რომ უკვე შენ კი აღარ ხარ მონაწილე, მაგრამ იმან უნდა გადადგას. შენ თუ საკმარისი სტიმული მიეცი, საკმარისი რაღაცა ფუნდამენტი ჩაუყარე, რომ ის კარგად ორიენტირდეს დღევანდელ ცხოვრებაში და სამყაროში და მათ შორის შენ ხო გიზიარებს აი ამ თავის შტაბ-სტილებებს და რო ხდები რომ სინქრონში ხართ შენ და შენი შვილები, ეს არის ალბათ იდეალური მდგომარეობა უკვე აი ამ პერიოდის მამობისთვის რა, როდესაც შენი შვილები უკვე პატარა ბავშვები აღარ არიან. წეგან თქვით რომ იბადება და სანამ ცოტა გაიზრდება, ნერვიულობა ავად არ გახდეს და მსგავსად. შიშარა მამა ხართ? ჩემ შვილებთან მიმართებაში უიმედი კი ალბათ. მე ზუსტად ეგ უნდა მეკითხა და აი როგორ გამოხატა? აი თქვათ აქვს სიცხე. სიცხე კი არა, აი უბრალოდ ჩემ შვილებისთვის ნებსის გაკეთება მიჭირდა და მიუხედავად იმისა, რომ ქირურგი ვიყავი რა, ანუ ზოგადად და არანაირი პრობლემა არ მქონდა, რა ვიცი, ოპერაციაზე დგომის და ისე ჩემ შვილებისთვის, არ ვიცი, ჭრილობის დამუშავებაც კი ძალიან მიჭირდა. არა და პირველადი დახმარება თქვენთვის არის ძალიან მარტივი რამე, იმიტომ რომ პრაქტიკოსი ექიმი იყავით. შეიძლება შეშვის ტკივა, ატკინვა რაღაცა არ შემიძლია. სხვა გაუკეთოს ჯობ. იმ დღესაც თქვი ხო გახსოვს რადო ის სისხლის ასაღებათან იმისთვის რომ შეყავდათ ბავშვები, ყოველთვის ცოლს უშვებდი, ვერ მედავდი შეგდით შესვლას იმან ტირივის და კიდე რაც მომეწონა ერთ-ერთი თქვენი ინტერვიუიდან ავტორიტეტები არ მყავსო. ეგ ალბათ ჩემი პრობლემა ყოველთვის ვექცეოდი ხოლმე ვიღაცის რაღაც გავლენის ქვეშ და როგორ არ ყავთ, როგორ მიხვედით მაგამდე ეგ ამბავი მაინტერესებს. და ვცდილობ რომ ჩემს შვილებს არ ყავდეთ ავტორიტეტი, ერთი ეგ შემიძლია ვთქვა. აი უბრალოდ იმ დღეს წარმოგიდგენთ რომ რამოდენიმეჯერ თითქოს სოფხედელობა გადამიყირავდა რა, ანუ ამოტრიალდა ჩემს ცხოვრებაში რომ რაღაცების რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში თითქოს ეს მექანიკურად მჯეროდა, რაღაცნაირად წინააღმდეგობაში მოვიდა ჩემს რაციონალურ იმასთან და რაღაც მომენტში აღმოვაჩინე რომ თქვა რაღაცეების რასაც დრისით ფუნდამენტურად მცდარი იყო.
მცდარი იყო ნიშნავს იმას, რომ იმ პრინციპებით მთელი რა ვიცი, ხალხი ჩემს გარშემო მოძრაობდა დიდი ხნის განმავლობაში და აღმოჩნდა, რომ თულმე ჩავთვალე, რომ მასე გავხდი მაგალითად 2007 წელს ლიბერტარიანელი რა ესეთი აი როცა დავრწმუნდი რომ ანუ ეს სახელმწიფო რომელიცაც მეგონა რომ რაღაცნაირად შეიძლებოდა რამე კარგი გაეკეთებინა ფუნდამენტურად უსამართლო ორგანიზაციაა და შემდეგ და ანუ რამოდენიმეჯერ გადავაფასე რა სხვადასხვა დონეზე და ამან შეიწირა ის ადამიანები იმ ადამიანების ავტორიტეტი რომელიც ამა თუ იმ რაღაცას წარმოადგენდნენ ხო და ბინადან ეს თან მოხდა ისე რომ როგორ გითხრათ აღმოვაჩინე რომ ეს მარტო მე კი არა ვარ თუმცა ძალიან ბევრი ადამიანი საუკუნეების განმავლობაში და ვერც კი წარმოვიდგენთ როგორ რაღაცნაირად მოკლედ დავინახე რომ ადამიანები ხშირად ვწდებით მეც ვწდები და არ შეიძლება რომ რომელიღაც კონკრეტულ ადამიანზე შენ ჩათვალო რომ ის არის შეუმცდარი მით უმეტეს შენ თუ ხედავ ამ პრობლემებს შენ გარშემო და მას შორის არათუ უბრალოდ შეუმცდარი არამედ ადამიანები რომლებიც არ რეაგირებენ აშკარა უსამართლობაზე აშკარა რაღაცა ფოროტებაზე ანუ ამან სინამდვილეში აი როდესაც მე სახელმწიფო სამსახურში მუშაობდი და ეს ფოროტება ჩემი თვალით ვნახე და ვნახე რომ ეს ადამიანების არაფერს არ ნიშნავს უმრავლესობისთვის არაფერს არ ნიშნავს ანუ ვერ აღიქონს ამ უსამართლობას როგორც დასაგმობ და რაღაცა მოქმედებას რომ მოითხოვს შენი მხრიდან ქმედებას რაღაც თვალსაზრისით აღმოვაჩინე რომ ძალიან ცოტა ადამიანია ვისაც ეს აღელვებს და აი ჯგუფის პატარა ჯგუფის წევრი გავხდი რა რომელსაც უმრავლესობის განსაკუთრებით ეს მეინსტრიმული აი გავრცელებული პოპულარული იდეების აღარ ჯერა და ნუ რა ვიცი ლიბერტარიანელი ვარ ცოტა ლიბერტარიანელია სამყაროში ისე მამაშვილობას დაუბრუნდები თავისუფალ დროს რითი ერთობით მეგრელი შვილები კინო ფეხბურთი სპორტი ზოგადად თუ დადიხართ თეატრში თუ დადიხართ აი რა არის თქვენ თავისუფალ დროის გასახდები კინოს უყურებთ ხოლმე რაღაცა ლაპარაკობთ ხოლმე თუ შეგვიძლია სადმე გავისეირნებთ რაც სადმე წასვლა ერთად გვიყვარს და კარგი ისინი აქვთ ხოლმე ბავშვებს როცა ერთად სადმე გავდივართ ვიცი არაფერი განსაკუთრებული უბრალოდ იმის ფუფუნება არ აქვს რომ უკეთესად გავერთოთ ანუ ფუფუნება რო ქონდეს ბევრად მაგარს ავიწყვეტდეს და აი რა როგორია თქვენთვის აი ეგ ფუფუნება დააწყვეტა აი რა სულისხმობს ვიყიდი როგორ მანქანას იცი საძილე ისინი რო აქვს რა რაღაც იქ რო შეგშიგნით ფურგონები რო და რა მაგარია და მასე დავიბოდიალებდით მთელი ოჯახი აი მაგალითად ეს იქნებოდა ჩვენთვის გადასარევი აი მაგის დრო და ფინანსები რომ მქონდეს რომ მასე გავერთო ჩემ ოჯახთან ერთად სიამოვნებით მასე გავერთობდი ასევე ფუფუნების საგანია ყოველ შემთხვევაში ჩვენი ოჯახისთვის რომ სადმე სამოგზაუროდ წავიდეთ მთელი ოჯახი და რაღაცა ვიმოგზაუროთ სხვა იმეებში ან რაღაც შეიძლება რამე საინტერესო რამე გავაკეთოთ სადმე სხვაგან. ხო, მოკლედ იმის გამო რომ სულ მუშაობთ და რაღაცნაირად ესე ცხოვრობთ, ამიტომ კმაყოფილდებით იმ პატარა დროებით, რომელსაც ერთად ვატარებთ ხოლმე და რაღაცა საერთო რაღაცებს უყურებთ ან შეელობთ ან რაღაცებს ვაკეთებთ. ქართულ ფილმებსაც მათ შორის უყურებთ ხოლმე ბავშვები, მეციან. ხანდახან კი, მაგრამ სერიოზულად არა, უფრო გასართობად ხშირად თორე ანუ ისე ქართულ ფილმებს ნაკლებად ბავშვები აღმოაჩენენ ხოლმე რაღაც ფილმებს, რომელიც ეს მოეწონება რაღაცა და მე შემოხთავაზებს რომ მოდი ერთად ვუყუროთ და მაგალითად აი ბოლო ფილმი ვუყურეთ ჩვენს ტელევიზიაში გადის მე მგონი ეგ ფილმი ეს ლამაზი ცხოვრება თავად ძველი შავ-თეთრი ამერიკული ფილმია რა ის ხო არა ცხოვრება მშვენიერიათი ხო ის გრეგორი პეკი რომ მონაწილეობს ხო შეიძლება ლაპარაკო ერთი 10 დღის წინ უყურე და აი გადარე მე იმდენად მიყვარს ეგ ფილმი რომ მე და მიშო როცა რაღაცა კარგ ფილმს უყურებთ ერთმანეთს ურჩევთ ყოველთვის და იმდენად წარმოუდგენელი იყო ჩემთვის რომ ეგ არ ქონდა ნანახი რომ არც არასოდეს სასწაული ფილმი მართლა გაოცებული ვიყავი პირველად რომ უყურე მეგობრა რომ ჩეთი 10 წლის წინ ანუ შემაშულა თუ შემაცოლა მაგრამ რომელიღაცა გრეგორი პეკია ხო ეგ არ მახსოვს მე მგონია მე ხო შეიძლება მსახიობის სხვა მაგრამ აი გადასარევი ფილმია
ის ბატონო ხო ახლა ცოტა ისეთი უცნაური კითხვა მაქვს და არ გამიბრაზდეთ. თელაველი კაცი ხარ და გურჯანელებზე ანეკდოტი არაფერი არის. კი როგორ არა. ვიცი. აუ ვიდ მოგვიყევი. უბრალოდ ანეკდოტი, ალბათ ანეკდოტია ხო, მაგალითად თელაველებს რომელსაც ფანჯარას ხო უწევ გურჯანაში, ჰაერი რო არის თქო რომ თბილისში რომ მოდიან და სოციალ ზაფხულს რა. რო დაეშვათ ეს ნაქვია საბურავი, ხო დააკეთე მასიზავენ, მე რო გამოცდებიან გურჯანს ამ საბურავს ისე დაუშვნენ ისე რა. ესეთი უცნაური სასაცილო ანეკდოტების მაგვარია. ბორბალში წარაჩერებენ იმ ჰაერს ხო? გურჯანის საერთო არის. კიდე გეცდინებათ 1-2-3. ეხა როგორ იცი ხოლმე 1-2-3 სულ ყველა ეგრეული. იმყოფინე გივილო. აუ ძალიან ამომაიც მე ძველ კითხვა თქვით რომ ბოლოში უნდა გაგვეხსენებინა 5 წიგნები უკაცრავად. ვიფიქრია მაგ თემაზე ისე დავიწყოთ. კაი. ერთ-ერთი საუკეთესო წიგნი რომელიც შეიძლება რომ ადამიანმა ალბათ წაიკითხოს სერიოზული რაც აი ბოლო პერიოდში გადახე. ალბათ კარამაზოვები შეიძლება იყოს ძალიან საინტერესო. ისეთი გაჩნია როგორი მკითხველია რა. მე მაგალითად ჩემზე ძალიან დიდი ზეგავლენა მოახდინა მან. მე მაგალითად დოსტოევსკის გულისხმობს ზოგადად, მაგრამ ეს ნაწარმოები ალბათ განსაკუთრებით ესეთი ზეგავლენის მომხდენია, იმიტომ რომ ემოციურიც არის და ანუ რაღაცა რელიგიურიც და ფილოსოფიური. ყველაფერი მე მგონი კოქტეილია ჩვეულებრივი აქცენტი. კაი 5 არ გვინდა 3 თუ კიდე გინდა? მე მგონია რომ ანუ ვიდრე ზოგადად მაგაზე დავიწყებდეთ წიგნებზე ლაპარაკს, ალბათ მე მგონი ბიბლიის კითხვის ამბავიც არის, აი ბიბლია უნდა იყოს თუ ჩვენ კულტურაზე ვსაუბრობთ და რაღაცა. შეიძლება ეს არა წიგნი როგორც აი ქართველებს ზოგადად ვიძახით აი წიგნი წაკითხული გაქვს, არამედ ამბავი, რომელიც იქ არის მოყოლილი, რაც არის საფუძველი ჩვენი მორალის. და ზოგადად ყველა დანარჩენი წიგნის საფუძველია, ესე წარმომიდგენია, შეუძლებელია რომ ადამიანს წაკითხული არ ქონდეს და მას ესმოდეს საკუთარი, ასე ვთქვათ, მორალური ისტორია, ჩვენ თუ წარმოგვიდგენია თავი ამ ცივილიზაციის ნაწილად. ანუ შენ თუ ეს არ გაქვს წაკითხული და იმიტომაც არის საქართველოში ახლა ეს გაუგებრობა ევროპაში რა გვინდა, ევროპა რა არის, დასავლეთი რა არის, რომ ეს მორალური ღირებულებები არ გვაქვს ჩვენს ცხოვრებაში გადმოტანილი. როგორც ასეთი რა. ხო და აქედან გამომდინარე მგონია რომ აი ამის ყველა დანარჩენი წიგნი რაღაცნაირად აი ამის ფილტრში გადის რა, ასე ვთქვათ, აი ბიბლიური მორალის ფილტრში გადის და თუ რაღაცას პასუხობს ამას ავსებს. ისეთი საუკეთესო წიგნია, მაგალითად ჩემზე წეგან რო გითხარით, ბავშვობაში იმ წიგნმა შეიძლება ძალიან ისეთმა რომანტიულმა წიგნმა უფრო დიდი ზეგავლენა მოახდინა, ვიდრე უფრო დიდმა მწერლებმა, იმიტომ რომ აი იქ აღმოვაჩინე მე ის ღირებულებები, რის გამოც ცხოვრებას აზრი აქვს. ხო და ანუ როგორ არის მოწყობილი რა, ანუ რაღაცნაირად ის გარემო თუ ის ადამიანის აი კონკრეტული სპეციფიური ცხოვრება, რომელშიც მას მოუწევს ის უნიკალური რაღაც ერთი ცხოვრების გატარება. ზოგადად ჩემი აზრით ძალიან რთულია რაღაცა 5 საყვარელი ფილმი, წიგნი, მუსიკა. მე შენი კითხვა იყო. ძალიან რთულია. უბრალოდ რო გითხრათ რომ რომელიმე საყვარელია მეთქი, აი გაჩნია ცხოვრების რა ეტაპზე იყო საყვარელი რა, როგორც გითხარით ის ბავშვობაში იყო საყვარელი. სტუდენტობისა სხვა კითხულობთ. სტუდენტობისა საერთოდ სხვა რაღაცა იყო შეიძლება ჩემთვის. მაშინ მართლა თუ როდესმე შევწყვიტე წიგნების კითხვა სტუდენტობის დროს, იმიტომ რომ უცბად გამიჩნდა ტექნიკურად ჩემთვის საინტერესო ლიტერატურა რა, რომელიც ძალიან სასიამოვნოა, როდესაც მოგწონს, როცა პროფესიას რაღაცას აირჩევ და მე იმის გარშემო რაღაცები მართლა საინტერესოა და ის უბრალოდ გითხრებს მე რა. ხო და მე უკვე როდესაც ვთქვათ ჩვეულებრივი ცხოვრების თემით დაიწყე, მე უკვე საჭიროება გაქვს რომ რაც შეიძლება ბევრი რაღაცები წაიკითხო, მაგრამ შენი პროფესიული საქმიანობისთვის ღირებული რაც არის, ანუ გართობის ნაწილი და ამ დროს შეხვდება ისეთი წიგნები, როგორც ჰაიეკია მაგალითად რა. და როგორ შემიძლია მე ვთქვა რომ სიტყვაზე ჩემზე ყველაზე დიდი გავლენა როტბარდმა მოახდინა, როგორც წერალმა, მაგრამ ეხლა ვიღაცას რო უთხრა რომ ეს მოდი სახელმწიფოს შესახებ წაიკითხე როტბარდის მოსაზრებები მეთქი, შეიძლება ვერც კი მიხვდეს რატო არის ეს წიგნი, მაგრამ ჩემთვის იყო ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნი.
ანუ 2007 წელს ჩემთვის ეს წიგნი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი და აი ეს ავტორი იყო და ამ ავტორთან დაკავშირებული თქვა თანამოაზრეების წიგნები იყო მნიშვნელოვანი და ანუ ეს არის რაღაცნაირად ის რამაც ჩემი წარმოდგენა და ზოგადად მათ შორის კაცობრიობის ისტორიისთვისაც კი განსხვავებულად შემახედა. და მე მაგალითად ყველას ვურჩევ რომ წაიკითხონ, ცაიეკი წაიკითხონ, აუცილებლად წაიკითხონ ბიბლია წაიკითხონ, დაინახონ რომ ამათ შორის არსებობს კავშირი და პირდაპირი კავშირი. ის ხალხი ვინც ვერ ხედავს აი ამ დიდი ნაწარმოებებში გათავზებულ იდეებს შორის კავშირებს, აი ის ადამიანი უბრალოდ იმ ადამიანს სჭირდება ავტორიტეტები. იმ ადამიანს სჭირდება რომ ვიღაცამ უთხრას რა არის სწორი და რა არის არასწორი, იმიტომ რომ არ ფლობს იმ ლოგიკას, რომელთაც თვითონ შეუძლია ამ გადაწყვეტილების მიღება. ამოწურებება სახი იყო. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა და რა მერჩევას ხო არ მიცემდით მამებს? მამებს? როგორ არა, რა ვიცი, მე მთელი გადაცემა მგონი მაგას ლაპარაკობდი და ისე მოაწყვეთ საკუთარი ოჯახები, რომ არ მოგიწიოთ შვილისთვის ტყუილის თქმა და არ აიძულებდეთ შვილს რომ გატყუებდეთ. აი ეს საუკეთესო რჩევა. რავი, მიშო, მე მგონი ძალიან კარგი გამოვიდა. მადლობას გეტყვით მასპინძლობისთვის, არა ჩვეულებრივი საუბრისათვის და მაყურებელს შევახსენოთ, რომ მამების დრო არის ყველგან და ყოველთვის. სპონსორი აღარ ყავს და სიამონები თვითანამშრომლად ყველასთან რავი ვიც გამოჩნდება. და გამოგვიწერონ. ყველგან სადაც ინტერნეტია, TikTok, Instagram, Facebook, YouTube და გვიყურეთ ყველგან და ყოველთვის. კიდევ ერთხელ მეინსტრიმული მედია მოკვდა, თქვენი არის მომავალი. თუ კარგად მოიქცევით, ჩაანაცვლეთ მეინსტრიმულ მედიას. ვეცდებით რომ კარგად მოიქცეთ. ძალიან დიდი მადლობა. წარმატებები ასევე. მადლობთ.